მოგესალმებით ჩემო მოკლედ დღეს მსურს თქვენთვის ნაკლებად ცნობილი ფილმი მივიღილო. თავი არც ცოდნად მომაქვს, არც კინოკრიტიკოსად არაფრად, უბრალოდ მე ვარ ლიკონა და გირჩევთ რამოდენიმე ჩემთვის ახასიათო ფილმს. ნუ შეიძლება თქვენ სტილში არ ჩდებოდეს, მაგრამ მე მაინც აღგიწერთ. თან დარწმუნებული ვარ 99% ალბათ ამ ფილმის შესახებ არც კითხავს მენიათ. როგორც გოდარტმა თქვა, ეს ფილმი ძალიან ცუდი იდეა, რადგან ეს ფილმი სწორედ მასზე მოგვითხრობს ოღონდ ანა ვიაზემსკის მისი მეორე მეუღლის გადმოსახედიდან, რომელიც სამწუხაროდ ცნობილია როგორც მისი მეუღლე და არა იმით არის ცნობილი, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ნოველისტი იყო. ყველა სწორედ გოდარტის ერთ-ერთ მუზად აღიქვამს და ეს არის ჩემი ყველაზე პრობლემატური ნაწილი, რომ ადამიანს ზოგადად ქალს მხოლოდ კაცის გადმოსახედიდან რომ იხილავს ხალხი. დაუბრუნდეთ ფილმს. ფილმის სახელწოდება რედაუტაბლე. ასეთია ცხოვრება რედაუტაბლეს გემზე. ზოგადად ეს ფრაზა გესმის ფილმის დასაწყისში, ფილმის დასასრულში. ფილმის დასაწყისში კომიკურია, ფილმის დასასრულში ტრაგიკულია. ამას ისედაც მიხვდებით თქვენ რომ უყურებთ. ძალიან კარგად აქვს სათაური მოფიქრებული, მე თუ მკითხავთ ცინიზმის და ტრაგიზმის კუთხითაც. და სადაოს ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ესაც გადატანითია. გოდარტ მონამურ, ანუ გოდარტის სიყვარულით მისი მეორე სახელწოდებაა და ასე ვთქვათ, უფრო ბიოგრაფიული სახისაც არის, მაგრამ ბოლომდე ვერ ამარჩევს ბიოგრაფია. იმიტომ რომ თვითონ შეცვლილია ბევრი მომენტი და ბევრი გადმოსახედი სხვაგვარად არის წარმოჩენილი. ფილმის მოქმედება მიმდინარეობს ჩინოისის გადაღების შემდგომ პერიოდში. ჩინელი, ასე ვთქვათ, დოსტოევსკის დემონების თავისებური ინტერპრეტაცია გოდარტის მიერ და მისი და ვიაზემსკის პოპულარობის ეპოქის ხანას მისდევს, როგორც ცნობილები იყვნენ, როგორ ხალხი არასვამდა თან ამ დროს საფრანგეთში დიდი გაუგებრობა იყო, მაგრამ ძალიან კარგად არის წარმოჩენილი მისი ინტროვერტული მხარე, ასე ვთქვათ. ჩემი აზრით ზედმეტად კარგადაც არ არის წარმოჩენილი. მაგრამ ეცადნა ყოველ შემთხვევაში. ადამიანს სურდა, რომ ყველას თვალში კარგად წარმოჩენილიყო, მაგრამ ამავდროულად არ სურდა, რომ ადამიანებთან ერთად ერთ ოთახში ყოფილიყო. მოკლედ რომ ვთქვათ ასე. ყველაფერი ვიაზემსკის გადმოსახედიდან არ ხდება ჯერ-ერთი რომ ვთქვათ, რეჟისორმა თავად ძალიან ბევრი დეტალი შეცვალა და არასწორად. მაგალითად, ერთ-ერთ სცენაში გოდარტი ეუბნება ერთ-ერთ მის თაყვანისმცემელს, რომელიც ავტოგრაფს თხოვს. რომ შენ ცოცხალი მკვდარი ხარ. ამას ვერ აცნობიერებ. მე ძალიან მიყვარს ამ ფრაზის გამოთქვა, ხონდ გადატანით ცინიკური მნიშვნელობით. არავის პირში არ მივახლი, რომ შენ ცოცხალი მკვდარი ხარ. ეს თვითონ რეჟისორის ჩანაფიქრი იყო და თავისებურად გადააკეთა. მგონი ვიაზემსკი უფრო უხეში იყო ხალხთან, ვიდრე გოდარტი და ეს ცოტა არასწორად არის გადმოცემული, იმიტომ რომ ვიაზემსკის ორი წიგნის მიხედვითაა გადაღებული, როგორ შეუყვარდა გოდარტი და როგორ გადაუყვარდა გოდარტი. და ძალიან ცუდად არის აღქმული, რა თქმა უნდა, თვითონაც თქვა, რომ გოდარტს სწორედ იმიტომ გაყვარა, რომ ბრესონის, პაზოლინის სხვადასხვა რეჟისორების მხრიდან ძალიან დიდ შევიწროებას ხედავდა და გოდარტის მხრიდან სწორედაც რომ ვერ ხედავდა ამ შევიწროებას და ამიტომაც გააკეთა მასზე არჩევანი. და ეს ძალიან ცუდია, ასე ვთქვათ, ამ რეჟისორებს რომ ეპოქაში ეცხოვრათ ძალიან ბევრჯერ ვთვლი, რომ აი ამერიკელებში სიდნი პოლაკი და ფრანგებში ფრანსუა ტრუფოს გარდა მე მგონი ყველას გასაკუთრებდნენ რაღაც მუხლით მაინც. და ეგ სასაცილოა კი არა, უფრო სატირალია მე თუ მკითხავთ და ამერიკელებიდან პოლაკი და ფრანგებიდან ტრუფო, იმიტომ მიყვარს რომ ასე ვთქვათ ძალიან ბევრჯერ ვიცი ჩასულდახურული ფილმები და ესთეტიური ფილმები მიყვარს და სწორედ ასეთი ფილმების მიმდევრები არიან ისი. თავად გოდარტს რაც შეეხება, მასზე ბევრ დეტალს აღმოაჩენთ, რომელიც არ იცოდით ან წარმოდგენს კი არ ქონდათ. მე პირადად უკვე ხვდებოდი და არც გამაკვირვა ამ დეტალმა. მაგალითად, ერთი სცენა ძალიან არ მოწონს, ერთი ადამიანი გადაარჩენს მას, მისი ცოცხლებს გადაარჩენს და იმ ადამიანთან ერთად იმ დღეს სუფრესთანაც კი არ მივადა. ცოტა არ იყოს ეს მანდა ხდება მართალია, მაგრამ დაუნახაობის მომენტია. არ უნდა ცხოვრება, მაგრამ ყველაზე დიდი ხანი იცხოვრა. ტრუფოზე ლამის 4 ათლეულით მეტი. და თვლიდა რომ ტრუფოს მოუგო, მაგრამ ბოლოს თვითონ მიმართა ევთანაზიას.
ძალიან რაღაცნაირი არა, ადამიანის ცხოვრება არ უნდათ, არც დაავადება აწუხებთ და არაფერი. რაღაცნაირი ზედმეტად ცუდად ცინიკურია ეს მომენტი და ტროფოს რომელსაც ცხოვრება ქონდა და შვენიერი ფილმები ქონდა, შვენიერი პრობლემატური გოთარცამდე პრობლემატური ფილმები ჩემი ეს არ ქონდა. აი თუნდაც The Wild Child-ი აიღეთ. რამდენად ჰუმანური ფილმები ქონდა ტროფოს და გოდარდიძე რასაც ექსპერიმენტალობდა და ექსპერიმენტალურ ფილმებს მისდევდა. ამიტომ ყოველთვის ტროფოს ფანი ვიქნები ვიდრე გოდარდის, მაგრამ ეს ხელს არ შემიშლის გოდარდის შეფასებაში. მათი მეგობრობა დაამთავრდა როგორც ბევრის მეგობრობა. არასწორი მომენტებით იყო ალბათ გაჯერებული გაუგებრობებით, ბოდიშს მოუხდელობით, ამას ახლა ვხვდები, ადრე ამას ვერ მივხვდებოდი. მახსოვს 2016-ში გოდარდის და ტრუფოს ფილმებიდან მედოქვოთები და ერთმა მითხრა წაშალიო, იმიტომ რომ ახალ ხეროწურად აღიქვავსო. ხო რომ დავბრუნდა 2016-ში არც ერთ ფოტოს არ წავშლიდი და სულ არ მადარდებ და ვინ რას აღიქვავდა სწორად და ვინ რას არასწორად და ისევ მექნებოდა ეს პოსტები. მაგრამ მაშინ ასე ვთქვათ, 9-10 წლის წინ სხვანაირად ვფიქრობდი, ახლა სულ არ მიტყდება არც ფიქრი და არაფერი. და უფრო მეტად არც ვეძებ არაფერს. ხო და ფრაზებსაც ჩემი აზრით კარგად სწორად მეტაფორულად ალეგორიულად აღვიქვავდი ყოველთვის და რაში მადარდებდა სხვა ვინ რას იფიქრებდა. მოკლედ მათ მიერ გაშვებულ შანსებზეცა ეს ფილმი თუნდაც რამდენ საწყენია რომ ასეთ დიდებული ხალხი რჩება სწორედ შანსების გარეშე თვითონვე წირავენ თავის თავს ასე ვთქვათ. მეც მწყვის რაღაც ერთი ფრაზა არის ძველი ფილმი და 90-იანების იაპონელისგან რომ მხოლოდ სულელ ხალხს ყავს შვილი რაღაცა ცოტა ცუდი ნათქვამია, მაგრამ ბევრ შემთხვევაში მართალია და საწყენია ეს. თვითონ ვიაზემსკი ეთანხმებოდა ამ ფილმს, რადგან თვითონ არ იყო წარმოჩენილი ცუდი მხრიდან, მისი წიგნების მიხედვით იყო დაფსნებული და რეჟისორმა სასწაულს თქვა რომ ჯერ წავიკითხე როგორ გადაუყვარდა და მე როგორ შევუყვარდა და ეტყობა ეს ჩემ ფილმშიც აისახა. ნამდვილად მართალი. აი მათ მიდგომებს და მათ პოზიციებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ვეთანხმები. წინა საუკუნე იყო იმ დროს, მაგრამ ამ საუკუნეში დავეთანხმებ. მოკლედ ძალიან საინტერესოა იმ შემთხვევაში თუ ადამიანის ფსიქოლოგიის შესწავლა გსურს და გსურს მის მოტივებს ასე ვთქვათ, რა დაედო საფუძვლად მის გენიალურ ფილმებს ჩაწვდე მისი ფსიქოტიპი და ფსიქოპორტრეტი გაიგო, ამ შემთხვევაში უყურეთ, არინანებთ. კოცნით ძალიან ბევრს თქვენი ლიგუნა და კიდევ ბევრ უცნობ ფილმს შევაგთავაზებთ. თქვენც მიგნები ხოლმე. აბა თქვენიცით ბედნიერი, პრე არ გეტყვით ბედნიერი ცხოვრება. აბა თქვენ